რა რჩება free business-ის მთავარ მოთხოვნებად და რა ფორმას იღებს, ანუ გვამიიღო თავისუფალი ბიზნესების თანამშრომლობამ. გიორგი ჩუგოშვილია, ჩემი პირველი სტუმარი დღეს. მოგესალმები გიორგი. ძალიან დიდი მადლობა, რომ პასუხობ ჩემს კითხვებს. გამოიკვეთა თუ არა გიორგი კონტურები, რა გზით აპირებს free business ჯურჯია სვლას და განვითარებას? კი, გამოიკვეთა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ის შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ეკონომისტებმა ციფრებში დაგვანახეს, რაც განცხადებაში ასე ვთქვათ, ზოგადად იყო წარმოჩენილი, რომ პოლიტიკური სიტუაცია ეკონომიკურ პრობლემებს გვიქმნის და ეს გარდაიქმნება აუცილებლად სოციალურ პრობლემებში. ეს ჩვენ უკვე კონკრეტულ ციფრებში ვნახეთ და რაღაც ძალიან საინტერესო ახალი მხრიდანაც შეგვახედეს, მათ შორის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე, როდესაც ვსაუბრობთ და ყველამ ვიცით, რომ ის მაგალითად 40%-ით არის შემცირებული. იქ უკვე სიღრმეში ჩაგვახედეს და გვანახეს, რომ ამ ორ შემცირებულ მაჩვენებელშიც 91% რეინვესტირება არის. ანუ 2024 წელს, 2024 წელს ფაქტიურად ახალი ინვესტიცია ქვეყანაში არ შემოსულა, ხო, რაც არის ძალიან მძიმე მოცემულობა. ამ განხილვების, პრეზენტაციების და პანელური დისკუსიების ბოლოს იყო საკმაოდ გრძელვადიანი განხილვა რა უნდა იყოს თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის შემდეგი ნაბიჯები თუ შემდეგი გეგმები. და რაღაც ძალიან საინტერესო იდეებიც მოვისმინეთ და ორი ძირითადი მიმართულება არის. ერთი არის ის, რომ ეს დაიწყო როგორც წამოწყება, ერთი განცხადების გარშემო გაერთიანდნენ ბიზნესები, სხვათა შორის მუდმივად მათ დაკნინებას ცდილობდნენ ამ შეხვედრაზე, რაღაცა მარტივი შედარება მოვიყვანეთ, რომ ეს ერთობა ბიზნესის მოსახლეობასთან, აი პროპორციულად კომპანიებში ნაწილიც უჭირავთ, დაახლოებით 120,000-იანი ადამიანის აქციასავით ხმამაღლა ჟღერდა. ამიტომ არ ღირს ამდენი კომპანიის და მათი კონტრიბუციის ეკონომიკაში დაკნინება. ცალსახად დავინახეთ რამდენიმე რაღაც, რომ პირველი არის მოთხოვნა, რომ სხვა კომპანიებიც შემოუერთდნენ განცხადებას, თქვენ იცით, რომ ჩვენ ქონდა დახურული ქონდათ ეს, იმიტომ რომ ახალ წლამდე ითხოვდნენ, ესე ვთქვათ, ხო, მაქვს ეს კითხვაც, რომ რატომ არ შეიძლება, რომ ვთქვათ, ეს ახალ წლამდე და თქმა მოიხსნას და ისევ გაიხსნას. შეიძლება და ეგ არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც გეგმავთ და მაგაზე იყო აშკარა კონსენსუსი, რომ არიან კიდე კომპანიები, რომლებმაც ან თავის დროზე ინფორმაცია ვერ მიიღეს, ან პოზიცია შეიცვალეს, ან დარწმუნდნენ, რომ ეკონომიკას პრობლემა ექნება და მართალს ვამბობდით ჩვენ და შესაბამისად უნდათ რომ შემოუერთდნენ. ამიტომ ერთ-ერთი რეალურად ამ მოთხოვნის საფუძველზე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისევ გაიხსნას შეხვედრაზე განხორციელებული დისკუსიის საშუალებითაც და ჩვენ შეხვედრის მერე უკავშირის, ყოველთვის უკავშირს და აზრს ვეკითხებით ჩვენს მომხრეებს, იცით რომ ჩვენ დემოკრატიული პლატფორმა ვართ, ეხლა 2400 კომპანია არის, შესაბამისად მუდმივად გვაინტერესებს მათი პოზიცია და დამსწრე კომპანიების აბსოლუტურმა უმეტესობამ გამოგვიგზავნა უკავშირი, მათ შორის მათი ხედვა რა უნდა იყოს სამომავლო გეგმები თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის გავაანალიზეთ ეს მონაცემები, რა თქმა უნდა და უკვე ჩამოვიყალიბეთ რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები. მათ შორის ერთ-ერთი ნაბიჯი, ახლა ჩვენ ცალსახად მინდა ვთქვა ერთი რაღაცა, რომ თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა არის ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ბიზნესების პლატფორმა, ხო? ეს არ არის პლატფორმა, რომელსაც ეყოლება რაღაცა რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც მთავრობასთან რაღაცა მოლაპარაკებებს აწარმოებს, ან მათ ბიზნეს ინტერესების რაღაცა ზე იმუშავებს, რომ მათი ბიზნეს ინტერესები, წევრების ბიზნეს ინტერესები. პლატფორმა და არა ასოციაცია, მათ შორის თქვათ პარალელი რო გავავლოთ, თუნდაც BAG-სგან. აი, ხო, BAG-სგან ბოლო პერიოდში ძალიან ნათლად გამოჩნდა და თვითონაც დააფიქსირეს, რომ ეს არის ლობისტური ორგანიზაცია, რომელმაც თავისი ბიზნეს წევრების ინტერესები უნდა დაიცვას არსებულ ხელისუფლებასთან, ხო? და არის ძალიან მრავალფეროვანი, იქ არიან ადამიანები, რომელიც ერთ პოზიციაზე არიან, მეორე პოზიციაზე, ზოგს არ დაუფიქსირებია და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ იქ ძალიან რთული არის, რომ რაღაცა ერთ განცხადებას ან ერთ სულისკვეთებას მიუერთდეს ყველა იქ ყოფი კომპანია. თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა არის გაერთიანება ბიზნესების, რომლებსაც უნდათ, რომ ბიზნეს გარემო საქართველოში იყოს თავისუფალი, რომ იყოს თავისუფალი პარტიული პოლიტიკისგან, რომ იყოს ინოვაციური და რომ რაღაცნაირად დემოკრატიულობის მაგალითი აჩვენოს ამ პლატფორმამ, როგორი დემოკრატიაც გვინდა რომ გქონდეს ქვეყანაში, ისეთივე დემოკრატიის მაგალითი პატარა პრეცედენტი გვინდა რომ შევქმნათ თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა. შემდგომ ყველა გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში იღებენ წევრები. აქ ისე არ არის, რომ ეხლა ჩვენ გეტყვით რაღაცას და შემდეგ
ვინმე რამეს გააკეთებს. არ გააკეთებენ, იმიტომ რომ მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ და შემდეგ თვითონაც ზოგიერთი ამ გზით წავა, ზოგიერთი იმ გზით წავა. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ მათ შევთავაზოთ სხვადასხვა საინტერესო ინიციატივები, რომელსაც თითოეული კომპანია თვითონ გადაწყვეტს, როგორ შეუერთდეს. იქნება ეს რაღაცა უფრო სხვა ძალიან საინტერესო რაღაცები გვაქვს, ხა ყველა იმას ვერ ჩამოვწვი, მაგრამ რამდენიმე მაგალითი მაინც რო გითხრათ, რომ სამზარეულოშიც შევიჭიდოთ თუ ამის შესაძლებლობა დღეს გვაქვს, ხოდია. რამდენიმე მიმართულება. პირველი, ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრები და უნდათ სექტორული შეხვედრები, უფრო პატარა, სადაც იქნება უფრო შესაძლებლობა კონკრეტულ დარგზე იყოს კონცენტრირება. ესეთი შეხვედრების ორგანიზება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. განცხადების გახსნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ინფორმირება, ძალიან ბევრი კომპანია ითხოვს, რომ აქტიურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია და შევქმნათ მათ შორის ინსტრუმენტები, რომლითაც ლაივ რეჟიმში შეიძლება ეკონომიკის მონიტორინგი. მაგალითად, ცალკე ეკონომიკურ და ცალკე სოციალურ კომპონენტში. სოციალურ კომპონენტში ჩვენ გვინდა ერთ-ერთი ინიციატივა არის, ვთქვათ, ფასების ლაივ რეჟიმში მონიტორინგის ინსტრუმენტი გავაკეთოთ, სადაც მოსახლეობას უკვე ექნება საშუალება, რომ შევიდნენ და ლაივ რეჟიმში დააკვირდეს ფასები ძირითად პროდუქტებზე, როგორ მიდის. აღარ დაველოდოთ ინფლაციის რაღაც რეპორტს თვეში ერთხელ, არამედ შეიძლება 3 დღეში ერთხელ, ან დღეში ერთხელაც რაღაცნაირად ეს ინფორმაცია მოვიძიოთ. მათ შორის წევრი ორგანიზაციებისგან, ან არაწევრი სუპერმარკეტებისგან და რაღაც კონსოლიდირებული რაღაცა კოეფიციენტი გამოვიყვანოთ და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა რომ ნახონ, რომ მე თუ ყიდულობდი გუშინ რაღაც 1 კილო შაქარს, 3 ზეთს, კარტოფილს, ამას და ამას. ახლა რა ემართება? ხო, 3 თვის წინ ვიხდიდი ამ თანხას და ეხლა ვიხდი ამ თანხას. ხო, ანუ შესაბამისად მეტის გადახდა მიწევს და რამდენად მეტის გადახდა მიწევს. რომ ეს სოციალურ კომპონენტშიც, რასაც ვამბობთ, რომ სოციალურში გადაიზრდება, ეს უკვე საზოგადოებასაც ციფრებით ვაჩვენოთ. ჩვენ რაღაცები ვნახეთ შეხვედრაზე, მაგრამ საზოგადოება იმ შეხვედრაზე არ ყოფილა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ესეთი ინსტრუმენტები შეიქმნას და ჩვენ ამ ინსტრუმენტებზე მუშაობა დავიწყოთ. ასევე არის ძალიან საინტერესო და ჩემთვის პირადად იყო ძალიან საინტერესო ICET-ის კვლევითი ინსტიტუტის პრეზენტაცია, რომელიც მათ შეხვედრაზე გააკეთეს, რომელშიც იყო ბიზნესის განწყობის ინდექსი, ხო, რამდენად პოზიტიური თუ ნეგატიური განწყობა აქვს ბიზნესს და იქ გრაფიკებზე ნათლად გვანახეს, რომ პანდემიის შემდეგ პირველად ეს ინდექსი არის ნეგატიური. ანუ ამის შემდეგ ყველა კვარტალში იყო პოზიტიური განწყობა, რომ ეკონომიკა ეხლა არის ნეგატიური განწყობა უკვე მეოთხე კვარტალში, რაც ძალიან ისეთია პრობლემური ამბავია და ჩვენ გვინდა რომ ამ მიმართულებითაც რაღაცა ნაბიჯი გადავდგათ. ერთ-ერთი იდეა რომელიც გაჟღერდა და შეიძლება ამაზე დავიწყოთ მუშაობა არის აი S&P 500 რო არის რაღაცა. გასაგები არის ბირჟაზე არის მიბმული და ლაივშია, მაგრამ რაღაცა მაგისი ალტერნატიული ინსტრუმენტი შექმნათ, რომ ცით რა ვიცოდეთ ყველამ, გამჭვირვალეთ ბიზნესის განწყობა ფაქტიურად ლაივ რეჟიმში ან ძალიან ხშირ რეჟიმში, ბიზნესის განწყობები, მათ შორის დიდი ბიზნესის განწყობებით ზემოთ მიდის თუ ქვემოთ მიდის, ხო? ეხლა აქ ამოსავალი წერტილი რა არის, რომ ჩვენ განცხადება ცოტა ხმამაღალი განცხადება არის, ხო? და ბევრ კომპანიას მათ შორის ეშინია არ უნდა რომ საჯაროდ ესეთ ხმამაღალ განცხადებას ერიდება რომ მიუერთდეს, მაგრამ შეიძლება იყოს რაღაცა აქტივობები, სადაც სხვა კომპანიებმა სხვადასხვა კონტრიბუცია შეიტანონ ამ საერთო მიზნისკენ, რომელიც არის რომ საქართველოს ბიზნესი იყოს თავისუფალი, საქართველოს ბიზნესი იყოს ხმამაღალი და რაც მთავარი არის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბიზნესის პოზიცია ისმოდეს. ხო? გიორგი, ინდექსთან დაკავშირებით, ანუ ეს რაღაც გამოკითხვებს დაეფუძნება თუ ანუ როგორ აპირებთ რომ ესე ვთქვათ უფრო ზუსტად მოახდინოთ ამ განწყობების ესე ვთქვათ იდენტიფიკაცია თუ რაიმე ვთქვათ უფრო სტატისტიკური მეთოდი შეიძლება არსებობდეს არა უშუალოდ ბიზნეს პირველ რიგში პირდაპირ ბიზნესები აი გვინდა რომ მაქსიმალურად მარტივი იყოს რომ ბიზნესებს დიდი ტვირთი არ ქონდეთ რაღაც დიდი კითხვები არ ვავსებინო და რაღაცა შეიძლება საერთოდ ერთ პარამეტრზე რომელიღაცაზე იყოს დამყარებული რომელიც ზოგადად სურათს აჩვენებს ანუ ამ იდეებს ყველაფერს ახლა ამუშავებთ და ამ პროცესში. აი, შეხვედრის შემდეგ ზუსტად მაგ პროცესში ვართ, რომ ვაანალიზებთ რა მოითხოვეს წევრებმა და რა შეგვიძლია, რომ იქიდან გავაკეთოთ ზოგი ციფრულად, ზოგი ფიზიკური შეკრებით და ზოგი სხვადასხვა ნაწილად. ასევე იყო მოთხოვნა იმაზე, რომ რაღაც ამ ინიციატივამ რაღაცა ფორმა შეიძინოს.
რას გულისხმობთ? ну, ცოტა წევრებს უნდათ კონტრიბუცია, მაგალითად, რომ რაღაცა, აი თქვა შეხვედრა რო იყო, ეხლა ეს შეხვედრაც რაღაცა რამდენიმე ათეული ბიზნესმენის მიერ თავის კონტრიბუციებით, თქვა დაორგანიზდა, ხო, მაგრამ თითოეულ მათგანს უნდა რომ აი ეს ივენთები რაც დაიგეგმება, რაც იქნება თავისი კონტრიბუცია გასწიოს. ხო, 2400 კომპანიაზე საუბრობ გასაგებია რომ რაღაც სიმბოლურ კონტრიბუციაზეა საუბარი, მაგრამ თავისი კონტრიბუციაც უნდათ რო იყოს ამ ამბავში და რაღაცა ფორმაც უნდა რომ შეიძინოს და მათ შორის ახლა როდემდე უნდა ვიყო მარტო მე სპიკერი და მე ვსაუბრობდე ხო თავისუფალი ბიზნესების პლატფორმით. იქ ძალიან ბევრი კომპანია არის, ძალიან ბევრი კარგი ადამიანია და მათ შორის, მაგრამ პლატფორმის სახელით რო ისაუბრონ, ამისთვის უნდა მანდატი მიიღონ. ხო, ანუ აი რაღაცა ესეთი პროცესი გვინდა რომ ნელ-ნელა რაღაცეებზე მანდატის გაცემა დაიწყონ კომპანიებმა, სხვადასხვა უფლებამოსილები მიცენ სხვადასხვა ადამიანებს. თუმცა თუ გახსოვთ თუ მოისმინეთ რაც თქვა ფადია სლიმ რომ რაღაც ორგანიზაციად გარდაქმნა, ესე ვთქვათ, ამ Free Business Georgia's პლატფორმის შესაძლოა იყოს, ესე ვთქვათ, შეცდომაო. ამაზე თუ გიფიქრიათ და ამაზე თუ მიდის მსჯელობა, თუ ვთქვათ, პლატფორმის სახით ამ ესე ვთქვათ, სურვილების დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნება, მათ შორის საკანონმდებლო. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ფადის იმ ნაწილში, რომ ეს ამ კომპანიებმა უკვე ბევრი გააკეთეს იმითი, რომ შემოუერთდნენ ამ განცხადებას და ძალიან ხმამაღლა დააფიქსირეს და უპრეცედენტო ამბავი იყო ქართული რეალობისთვის და საქართველოს ბიზნეს ისტორიისთვის, რაც მოხდა, ხო? მათ შორის ახლა ერთი ვარიანტი იყო, რომ აქ გაჩერებულიყო ეს ყველაფერი და გვეთქვა, რომ ძალიან მაგარი საქმე გავაკეთეთ და საკმარისია, ხო? მაგრამ ისე გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დემოკრატიული პლატფორმა ვართ, აბსოლუტურმა უმეტესობამ გამოთქვა სურვილი, რომ შემდეგი ნაბიჯებიც გადაიდგას, ხო? დემოკრატია ეგრე მუშაობს და გადაიდგას. მაგრამ იმაშიც ვეთანხმები ბატონ ფადის, რომ არც ერთ შემთხვევაში და ჩვენ ღირებულებებშიც ეგ გვიწერია, რომ პარტიული პოლიტიკისგან ვართ შორს, ხო? აი, ეხლა განცხადებას უსმენდი, რომ აპოლიტიკური არის, თქვათ, რომელიმე ბიზნესმენი აპოლიტიკური ცოტა ისეთ ხმამაღალი ნათქვამია. პოლიტიკა აუცილებლად ეხება ბიზნესს და როდესაც პოლიტიკა ეხება ბიზნეს პოზიციის დაფიქსირება, პოლიტიკურობას არ ნიშნავს, ხო? პოლიტიკა ყველანაირად მე ძალიან გასაგებად ახსნა იმ მოკლე კომენტარში ზუსტად ჩანს რა არის мотиваცია. პარტიული ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. პარტიული პოლიტიკისგან ნამდვილად შორს უნდა იყოს, რომ ვიღაცის ინტერესებს არ უნდა ატარებდეს. და არა ქვეყნის და ღირებულების და კურსის და ასე შემდეგ. სამართლიანობის და დემოკრატიის. ჩვენ ყველაფერს რასაც გავაკეთებთ, იქნება იმ ღირებულებების გარშემო, რომლების პრეზენტაციაც გავაკეთებთ თვითონ შეხვედრაზეც. ეს არის ძალა ერთობაში, რომ ბიზნესი ერთად უნდა იდგეს, ბიზნესი თავისუფალია, რომ როდესაც 25 მილიარდის ბიუჯეტს ავსებ, გუშინ რაღაც უცებ მარტივი კალკულაცია გავაკეთე. ყოველ დღე 60 მილიონ ლარს ვიხდით ბიუჯეტში. ყოველ დღე. და ამ მოცემულობაში, რომ ვისმენთ ხოლმე განცხადებებს, რომ ვინ ეკითხება, ხო, ცოტა ეხა ბატონი თემურის რამხელა კომპანიები აქვს, მაგალითად, რამ ასეულობით მილიონ ლარს იხდის ბიუჯეტში და ბატონ თემურს ვინ ეკითხება რაღაც, რავი, რაღაც მინიმუმ უნდა ვკითხოთ ალბათ. კი, ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა. რა დრო გაქვთ საკუთარი თავისთვის მიცემული, ესე ვთქვათ, რა დროიდან უფრო ხო. ზოგიერთ პროცესს მეტი დრო ჭირდება, ზოგიერთ პროცესს ნაკლები. ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ეგ იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომ ტექნიკური გამართვაც ჭირდება ალბათ. ხო, რაღაც. რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცები უფრო მარტივია. პირველი და მთავარი მოთხოვნა იყო ეგ, რომ შეიძლება რაღაცა გრძელვადიანი ღირებულებები ყველაზე მნიშვნელოვანია და მაქეთ უნდა წავიდეთ, მაგრამ მოკლევადიანი რაღაცა ღონისძიებებიც და ქმედებებიც არის აუცილებელი. ამიტომ მთავარი დაკვეთა, რაც მივიღეთ ჩვენ წევრი კომპანიებისგან არის ეს, რომ კი ბატონო, ვიმუშაოთ გრძელვადიან ღირებულებით კომპონენტზე, რომელსაც ცოტა მეტი დრო ჭირდება, მაგრამ პარალელურად მოდი მოვიფიქროთ ისეთი საინტერესო აქტივობები, რომლებიც უკვე შეგვიძლია რომ განვახორციელოთ. ამიტომ მომავალ პირაში და გავხსნათ პლატფორმა და მივცეთ ბიზნეს საშუალება ისევ შეუერთდეს ამ ორ მუდმივ მოთხოვნას. და მომავალ პირაში უკვე სიახლეები გვექნება. დიდი მადლობა და გელოდებით უფრო კონკრეტული სიახლეებითაც. ეს იყო გიორგი ჩუგოშვილი. დიდი მადლობა მას.